კონტროლის პალატამ სამი სუბიექტი დააჯარიმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 200,000 ლარიანი ჯარიმა კომპანია ქართულ მშენებელს. ამ ფირმის თანამშრომელ ნუგზარ ხუციშვილსა და ქართულ ოცნებას დააკისრა. მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, რომ ფიზიკურმა პირმა ნუგზარ ხუციშვილმა 20,000 ლარი ქართულ ოცნებას უკანონოდ გადაურიცხა. აღნიშნული თანხაც ქართულ ოცნებას ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთმევა. რას პასუხობენ კონტროლის პალატას ქართულ ოცნებაში ლაშა მიქაძე გიამბობთ. ქართულ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ ქართულ მშენებელმა მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის ნუგზარ ხუციშვილის გამოყენებით უკანონო შემოწირულობა განახორციელა ქართული ოცნების სოლიდური პრემია აკრძალული შემოწირულობის განსახორციელებლად. კონტროლის პალატამ უკანონო გადარიცხვის სქემა გაშიფრა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე ნუგზარ ხუციშვილს, ქართულ მშენებელს და ქართულ ოცნებას სანქციები დაუწესა. საქმის წარმოების პროცესში გაირკვა, რომ ქართულ მშენებლის თანამშრომელს ნუგზარ ხუციშვილს 6 თებერვალს პრემიის სახით 40,000 ლარი ჩაერიცხა. ზუსტად 3 დღეში კი ხუციშვილმა მიღებული თანხიდან 20,000 ლარი ქართული ოცნების ანგარიშზე შეიტანა. საეჭვო სწორედ ეს გარემოება გახდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ხუციშვილი იურიდიულმა პირმა შემოწირულობის განსახორციელებლად გამოიყენა, რადგან ქართულ ჯგუფში შემავალი ქართულ მშენებელი და ქართული ოცნებას ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ხუციშვილი ქართულ მშენებელში წლებია მუშაობს და მას პრემია არასდროს მიუღია. ნუგზარ ხუციშვილი ქართულ მშენებელში მუშაობის მრავალწლიანი პერიოდის მიუხედავად პრემიით არასოდეს ყოფილა წახალისებული, მას რაიმე განსაკუთრებული მოცულობის სამუშაო ჩვეულებრივისგან განსხვავებული არ შეუსრულებელია, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მისი წახალისებისთვის. ამასთან მისი ხელფასი არის უცნობოდ 1000 ლარი და შესაბამისად შესწავლის და ანალიზის შედეგად კონკრეტული მტკიცებულებების დადასტურდა, რომ მის მიერ მიღებული პრემია იყო სრულიად შეუსაბამო, როგორც მის ხელფასთან, ასევე შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან. ამდენად სახეზეა, რომ იურიდიულმა პირმა ფიზიკური პირის მეშვეობით განახორციელა უკანონო შემოწირულობა ქართული ოცნების ანგარიშზე, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დასჩათქმედებას წარმოადგენს. შესაბამისად ორივე სუბიექტი, როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე შპს ქართულ მშენებელი დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის 20,000 ლარის 10 მაგი ოდენობით 200,000 ლარით. დაჯარიმდა ასევე ქართული ოცნება, რომელსაც ცნობილი იყო, რომ მის ანგარიშზე განხორციელდა უკანონო შემოწირულობა. ამ ქართული ოცნებას ჰქონდა ვალდებულება უკანონო შემოწირულობის განხორციელებიდან 3 დღის ვადაში უკან გადაერიცხა შემოწირული თანხა შემომწირველისთვის, თუმცა არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონის მოთხოვნა და არც საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვა შეასრულა. კიდევ ერთხელ ხაზს მისვამთ იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია განახორციელოს თავისუფლად მისი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით პოლიტიკური საქმიანობა და შემოწირულობები. ოღონდ ეს უნდა შევებოდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებში. საქმის განხილვის დროს ისინი გამოცხადდნენ, არ ჩაიბარეს საქმის მასალები და საქმის რამდენიმე ფურცლიანი მასალების გაცნობის მიზნით მოითხოვეს საქმის გადადება. აღნიშნული უსაფუძვლო მოტივი მათ არ დაკმაყოფილდა აღნიშნული უსაფუძვლო მოტივი, რის გამოც მათ დატოვეს საქმის განხილვის ადგილი. საქართველოს კონტროლის პალატამ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაეგზავნებათ მხარეებს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად სანქციების დაწესებამდე არც ერთი დაჯარიმებული სუბიექტი თანხის უკან დაბრუნებას არ აპირებდა. ნუგზარ ხუციშვილი კონტროლის პალატაში დღეს ქართულ მშენებლის დირექტორთან და იურისტებთან ერთად მივიდა. ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ქართულ მშენებელში მისი ხელფასი 1000 ლარს არ აღემატება. ქართულ მშენებელში 1000 ლარია. ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი არის კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური, რასაც გადაწყვეტს ისე მოხდება. დავამთავრე. შემდგომში გაირკვევა რა, დავამთავრე, მეტი აღარა მაქვს სურვილი მეტი. ეს არის უძლიერესი ფინანსისტი. უძლიერესი. 160 მილიონიდან აი ამ კაცის მოღვაწეობით და კიდე სხვების მოღვაწეობით ეკონომიას მივახციეთ $1.5 მილიონ დოლარისას. 1000 ლარი რატომ აქვს ხელფასი მაშინ რო გითხოთ? თქვენი კომპანიის. ჩვენ კომპანიაში აქვს ჩვენ კომპანიაში აქვს 1000 ლარი, მაგრამ სხვა კომპანიაში აქვს ასევე ჩვენ შვილობილ კომპანიაში. სწორედ 1000 ლარი. სწორედ 1000 ლარი აქვს, ამიტომ ვაძლევთ ახალისებას. თუ ამ კაცმა იმუშაოს და კიდე ეკონომიები გვაჩვენოს. ნუგზარ ხუციშვილის საქმის წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ქართულ მშენებლის თანამშრომელს პრემიის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად ჩაერიცხა. კონტროლის პალატის გადაწყვეტილების მიუხედავად ქართული ოცნება თანხის უკან დაბრუნებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ჩვენ დაბრუნებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, რადგან ხუციშვილი არის ფიზიკური პირი, იგი არ არის იურიდიული პირი, არც ერთი კანონი არ დარღვეულა ფიზიკურ პირს აქვს უფლება წლის განმავლობაში 60
200,000 ლარის ოდენობით შემოწირულობა გააკეთოს ამა თუ იმ ორგანიზაციის მისამართით. ნუგზარ ხუციშვილი, ქართულ მშენებელი და ქართული ოცნება 200,000 ლარით დაჯარიმებულ სამივე სუბიექტს კონტროლის პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ. უახლოეს დღეებში პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე ნაციონალური მოძრაობის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლასაც გეგმავს.